ბატონო გიორგი, გესმით ჩემი ხმა დილამშვიდობის. მეც დილამშვიდობის. თქვენი ხმაც არაჩვეულებრივად ისმის. შესანიშნავია, ძალიან კარგი. ბატონო, მოკლედ ორიოდე სიტყვით, ვინც ახლა შემოგვიერთა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე დავითი ვარ, ქართველმენი, ადამიანი მცხოვრები კანადაში და ვცდილობ კანადა გავაშუქო შიგნიდან. ჩვენი პარტნიორი არის ბატონი გიორგი, პარალეგალი 20 წელზე მეტი ბატონი გიორგი კანადაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მოღვაწეობს საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე, პროკურატურაში, პარალეგალი გასაგებია, თარჯიმანის ბრძანდებით ლიცენზირებული, როგორც ვიცი, სასამართლოში. და ჩვენმა ერთობლივმა პროექტმა საკმაოდ დიდი და კაი დადებითი ესეთი ფიდბექი გამოიწვია. ხალხი გვისმენს, აინტერესებს, კითხვებს გვისვამს და დღევანდელი ეთერის თემაც არის კანადა და ემიგრაცია. And 1, 2, 3, go. ბატონო გიორგი, თქვენი ჯერია. აბა კანადა და ემიგრაცია. ჩვენ რამოდენიმე თემად გავყავით, როგორ და აი ამ თემებს რომ ვიყვეთ, როგორ ანაირად. თქვენი შეხედულება ამ ყველაფერზე, მეც ბევრი ადამიანი მწერს, მაგალითად აი ცოტა თემას გადავუხო, ბევრი აპირებს ახლა ძირითადად ესეთი შეკითხვები არის, აი რამდენი ფული წამოვიღო, ვიზა მაქვს და გადაწყვეტილი აქვს საკმაოდ ესეთი დიდი ნაბიჯი უნდა გადადგას ადამიანმა თავის ცხოვრებაში, მიატოვოს ყველაფერი, ჩვენ ემიგრანტებმა ჩვენ ვიცით ეს რა ტკივილიც არის და რასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, მაგრამ იქიდან ვინც გვიყურებენ, ცოტა სხვანაირად ჩანს, ვერ აუხსნი ჩემი აზრით ადამიანს, სანამ აი თვითონ არ გაივლის ამ ეტაპს თავიდან ბოლომდე, ძალიან რთული არის ამ ყველაფრის ახსნა. მოგიწევთ, მარტოობაში ყოფნა თავიდან ბოლომდე, რაც იცით და ის ცოდნა, რაც გაგაჩნიათ, ჩვენს ეთერებშიც არაერთხელ გვითქვამს, რომ აქ შეიძლება აეროპორტში ყველაფრის ჩამოფერთხვა მოგიწიოთ და ნულიდან დაიწყოთ სულ სხვა სამუშაო ან სხვა რაღაცეები. მოკლედ, ნელა გავიმეორებთ ხოლმე ამ თემას, მაგრამ ეხლა მინდა სიტყვა ჩვენ სტუმარს, რაღაც სტუმარი აღარ ახლა ბატონო გიორგი. პარტნიორები ვართ. შესანიშნავია. როცა ვლაპარაკობთ კანადა და ემიგრაციაზე, ჩვენ გვაქვს ხედულობაში კანადის სახელმწიფო და ემიგრანტები, გასაკურებელი. რა მინდა თქვა თავარი, ესე იგი ადამიანი კანადაში უფრო მთავარია ვიდრე სახელმწიფო. აი მოკლედ ეს ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებში. აქ ადამიანი არის მთავარი, ჯერ მოდის ადამიანი, მერე მოდის სახელმწიფო, სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანის სახელმწიფოს. რა არის სახელმწიფო? აი სახელმწიფოს არ აქვს კონკრეტული სახე, ხო? სახელმწიფო არის სისტემა, აი მეტაფორა რო ვთქვათ, აი წარმოიდგინეთ რა არის სახელმწიფო, აი გეხართ ლიანდაგთან და მოდის ძალიან დიდი სიჩქარით მატარებელი, ხო? აი დაუდე მაგალითად ტაბურეტკა და ესე იგი ეს გაიტანს ამ ტაბურეტკას და აი თავისი სიჩქარით გაივლის. აი ეს არის სახელმწიფო. სახელმწიფოს აქვს ძალიან ადამიანური სახე აქ, სხვათა შორის. ეს არ არის იდეალური. აქ არის სამწუხაროდ როგორც ყველგან კორუფცია. მაგრამ ეს არ არის კრიტიკული. აი თუ კორუფციას შევადარებთ მაგალითად აი ადამიანის სისხლში რამდენი უნდა იყოს ქოლესტეროლი, რამდენი იყოს შაქარი, რამდენი უნდა იყოს რაღაცა ისეთი ელემენტები, რაც ცუდად მოქმედოს მასზე, ეს შაქარი და ეს ქოლესტეროლი ნოლი არ არის დასაკურველია, მაგრამ არის ზუსტად იმდენი, რამდენიც საჭიროა, რომ ორგანიზმი იყოს ჯამთელი. მე ამას ვლაპარაკობ ჩემს პირად გამოცდილებიდან მუშაობაში კანადის სახელმწიფოსთან. ამჟამად მე ვმუშაობ პროკურატურასთან, კანადის სასამართლოსთან, აგრეთვე პოლიციასთან ძალიან მჭიდროდ. და რადგანაც მე მყავს ბევრი კლიენტები ემიგრანტები, მე ვთანამშრომლობ სოციალური დახმარების, ესე იგი, სამინისტროებთან. ამას ქვია Ontario Works and Welfare. არსებობს ესეთი სლენგი welfare, აი ამასთან.
მაგრამ მაგ თემას აუცილებლად ცოტა კი, სიღრმისეულად. აუცილებლად, მაგრამ მე თვითონ ერთ-ერთი პროფესიით ვარ მე ტენდერების სპეციალისტი და მე ვმუშაობდი გარკვეული დრო ტორონტოს მერიაში, ესე იგი ტენდერების განყოფილებაში, სადაც მე ვანაწილებდი ტენდერებს სამშენებლო კომპანიების შორის და როგორ ესე იგი აწყობილი აქვს ტენდერი, როგორ არის ეს არჩევის პროცესი, მე ვიყავ მედიატორი ამ ესე იგი მე თვითონ ვაკეთებდი ყველა დოკუმენტებს. და შემიძლია ვთქვა, აი ჩემ გამოცდილებიდან, რას ვფიქრობ საერთოდ, აი როგორ მიდის აქ არის კორუფცია, არის ნიშნები კორუფციის თუ არ იქამდე მუშაობდი 20 წელი რუსეთში, პეტერბურგში, აი ზუსტად აი იქაც ვიყავ მომარაგების დირექტორი, კომერციული დირექტორი და მქონდა პირდაპირ შეხება ესე იგი ტენდერებთან, ხო? მე ვუპასუხებ ალბათ უფრო აი კონკრეტულ კითხვებზე. აი მოკლედ რო ვთქვათ, ეს არის ძალიან კარგი სახელმწიფო, ეს არის ნორმალური სახელმწიფო. ჩინოვნიკები ესეთი სპეციალური კატეგორია ხალხის. მათ აქვს ძალიან სტრესული ცხოვრება, იმიტომ რომ არიან დიდი კონტროლის ქვეშ. მათ ძალიან ეშინიათ, რომ არ დააბრალონ მათ აი რამე არასწორი მოქმედება ან არ დააბრალონ მონაწილეობა კორუფციაში. იმიტომ რომ ისინი ხარჯავენ ხალხის ფულს, ხო? და ამიტომ ესე იგი მათი უმფროსები იყვნენ არჩეულები ხალხის მიერ. ამიტომ აქ ხალხი წვეთს ყველაფერს. აქ არ წვეთს როგორც ჩვენს სამშობლოში ერთი ადამიანი ვერც ნიშნავს და ჩინოვნიკისთვის თავარია ხალხი კი არა, ის როგორ სწორედ აწყობს აი ლოიალურ ურთიერთობას იმ ადამიანთან, ვინც ყველაფერს წვეთს საქართველოში, ხო? ბიძინა ივანიშვილთან. რუსეთში ეს არის პუტინი. იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რას წერენ მთავრობაზე, აქა მართლა თავისუფალი პრესა, თავისუფალი ტელევიზია. ხო, ამიტომ ამისაგანაა ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული. აი მაგალითად, აი მე მუშაობდი ტორონტოს ტენდერების განყოფილებაში. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება დაგირეკოს ტორონტოს მერიაში და თქვას, აი მე ვარ ესა და ეს, მე ვიხდი ტაქსებს, გადასახადებს, აი თქვენ აიყიდულობთ მაგალითად, არ ვიცი, კალმისტრებს, რაღაცებს. პირობით ხო რაღაცებს. ხო, პირობით, ხო, რამდენი მიეცი თამაში ფული, ხო? მე მინდა გავსინჯო და შენ დაუპასუხო. აქ არის ძალიან სისტემა, მაგის თქმა გინდათ, რომ სისტემა გამჭირვალეა აქ ნებისმიერ ადამიანს. სისტემა გამჭირვალეა, დიახ, აი გამჭირვალე სისტემა, ეს არის პირველი ერი კორუფცია, როცა მზე ანათებს და როცა სხივები არის, აი კორუფციას ამის ეშინია. რო იძახიან ფულს უყარს ისა რა ქვია, რომ სიჩუმეო, ხო? აი კორუფციასაც სიჩუმე უყარს, კორუფციას არ უყარს ლაპარაკი. მაგრამ აქ ესე არის, ხო? შემდეგ ურთიერთობა აი უმფროსის და უმცროსის შორის, აი მე ვარ სპეციალისტი მაგალითად მომარაგების, ჩემი უმფროსი. ეს არ არის აი როგორც ფეოდალის შორის და გლეხის შორის, ხო? ეს არის როგორც უმფროსი პარტნიორი, უმცროსი პარტნიორი. კი, ეგ მე შევახი აქ ნებისმიერ სამსახურში წევრია. მე მახსოვს, როცა მე მიმიღეს სამუშაოში ტორონტოს მერიაში, მოვიდა ვიცე-მერი თვითონ ჩემთან და ჩავმართვა ხელი და მithქვა welcome aboard. ისე იგი ტორონტოს ვიცე-მერზე გვაქვს საუბარი. ტორონტოს ვიცე-მერზე ეს იყო ჩემი უმფროსი. ის აგებდა პასუხს, ჩვენ ვიჯექით ტორონტოს დაუნტაუნში და ის აგებდა პასუხს ტენდერებზე, რომელიც ტარდება სამშენებლო დაუნტაუნში ტორონტოში, ხო? ეს არის ძალიან საერთოდ ყველა ქვეყანაში კორუმპირებული კომპონენტი, რატომ? იმიტომ რომ მშენებლობა ისეთი ბიზნესია, რომ არავინ არ იცის, რამდენი ცემენტია ჩაყრილი, რამდენი აგურებია ნახმარები. ეხლა სამშენებლო ბიზნეს ფარდას ხდით ნელ-ნელა. კი, არა, კი ფარდას ხდის, ესა ნორმალური რაღაცა, ხო? არავინ არ იცის, რამდენი გადაუხადა ერთი და იგივე სამუშაოში, მაგალითად ემიგრანტს, მექსიკელს შეუძლია გადაუხადონ $15, თუ ეს ადამიანი იუნიონში მუშაობს, იქ $70, $80. აქ არის ძალიან ბევრი საშუალებები მანიპულაციისთვის. ისევე როგორც ავტომობილო ბიზნესში სხვათა შორის და აი სადაც არის საშუალებები მანიპულაციისთვის, იქ არის ესე იგი ძალიან
დიდი შესაძლებლობები კორუფციისთვის. აქ სახელმწიფოს მართავს ინსტიტუტები. უმფროსიც, ვიცე-მერიც, დირექტორიც, ყველა ექვემდებარება ინსტიტუტებს. აი ესეთია მისი ფუნქცია, ეს მან შეასრულოს. მე მაგალითად არასოდეს არ მახსოვს, რომ მოსულიყო ჩემთან დირექტორი, ჩემი უმფროსი და ეთქვა, რომ აი ეს არის ძალიან კაი კომპანია, ყურადღება მიაქცია მას და კარგ წინადადებას მოგცემენ. აი არავითარი არ ეს იყო ეგეთი პირდაპირ რაღაც. ნამიოკია. ესა პირდაპირ ნამიოკია, რომ ვიღაც არის ძალიან დაინტერესებული. ეგრე არ არის. აქ არის რეესტრი მომარაგების კომპანიების, რომლის შორის უნდა ამოირჩიო. მათ აფასებენ, ესე იგი, long term suppliers ქვია. და ესე იგი, ეს ტენდერების ინფორმაცია იბეჭდება ინტერნეტში, რომ ყველას ჰქონდეს ერთნაირი, ესე იგი, დისტანცია ამ ინფორმაციასთან და მიიღონ მონაწილეობა. ყველა თანაბარ პირობაში. კი, აი ესე იგი, როცა ამ ტენდერებს მე ვიყავი ორგანიზატორი ამ ტენდერების, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ მე ვაწერდი ხელს ეგრეთ წოდებულ non-disclosure agreement. ეს არის ასეთი ხელშეკრულება, რომ შენ არ ამხელ არავითარ ინფორმაციას მესამე პირებისთვის. მე არ მქონდა უფლება საერთოდ აი ყავადამილია იმ კომპანიის წარმომადგენელთან, ხო? ესე იგი, მოდიოდა ეს კონვერტები დალუქულ კონვერტებში და ესე იგი, ჩვენ ვხსნით ამას ყოველთვის ერთად, სხვა კოლეგებთან ერთად, რომ არ მქონდა საშუალება ესე იგი, ეს კონფიდენციალური ინფორმაცია ვიღაცისთვის, ესე იგი, გადამეგზავნა, ხო? შემდეგ იკრიფებოდა კომიტეტი და ამ კომიტეტზე ყველა იძახდა თავის სიტყვას. ეს არ არის რასაკვირველია, მარტო ფასების შეფასება, რომ ერთი გაძლევს აი ამ ფასს, მეორე ამ ფასს, არა. აქ ვაფასებდით აგრეთვე როგორი გამოცდილება აქვს აი ამ კომპანიას, რამდენად კვალიფიცირებული მენეჯერები არიან. რა პროექტებში ალბათ ისტორია ხო მანამდე გაუკეთებია. აი ამაზე ყველაფერს ჩვენ ყველა თითო 10 წევრი, თითო ტენდერს ხონდა თითო კომიტეტი აძლევდა თავის ნიშანს. მე ამ ნიშნებს წერდი სპეციალურ Excel-ის, ესე იგი, ტაბულაში და Excel თვითონ ითვლიდა, აი რომელია გამარჯვებული, რომელი არაა გამარჯვებული, რომელია ტენდერი, უბრალოდ ტენდერი, სადაც მარტო ესე იგი, ფასი ითვალისწინებ და სადაც ითვალისწინებ აი სხვადასხვა კომპონენტებს, ფასთან ერთად, აი როგორი პროექტებში აქვს მიღებული მონაწილეობა და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ესე იგი, მე მუშაობდი ერთ განყოფილებაში დაუნტაუნში კიდე არის ესეთი ორგანიზაცია Toronto Community House, ესე იგი, სადაც მონაწილეობენ ტენდერებში შენებლობის აი დაბალი ფენის საზოგადოებისთვის კანადაში, ხო? იქ როგორც მე მეუბნეოდნენ, ესე იგი, ყოველ ელს სულიდნენ მენეჯმენტს, იმიტომ რომ აი ალბათ ესეთი ადამიანის ბუნება. მე ვფიქრობ, რომ აი პირველყოფილი ადამიანების შორის ვინც ყოფდა აი მამონტის ხორცს, აი ის ვინც ყოფდა მამონტის ხორცს, თავის ოჯახისთვის უფრო კარგ ნაწილეს იტოება. ჩინეთში, სადაც კორუფციისთვის არის აი დახვრეტა, ხო, უმაღლესი განაჩენი. იქაც კი ხდება ეს ისა რა ქვია კორუფცია. კორუფცია არის ყველგან. იმიტომ ეს არის დაკავშირებული ადამიანის ბუნებასთან. როგორ შეიძლება ამასთან ბრძოლა? შეიძლება და რამდენადაც ვიცი, სააკაშვილი ძალიან ესე იგი, ძალიან ეფექტურად ახორციელებდა ამ ბრძოლას, იმიტომ რომ იმან არაფერი ახალი არ გამოიგონა. ის იღებდა აი ამ პროცედურებისაგან. აქ არის მომარაგების ინსტიტუტი კანადაში და მთავარი პრინციპებია რა, რომ ესე იგი არ უნდა იყოს კონცენტრირებული უფლებები ერთ ადამიანის ხელში. ეს უნდა იყოს ავტორიზაცია და განაწილებული ბევრ ხალხის შორის. არ უნდა იყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და სკვერ transparency. და ესე იგი აი ადამიანს ვინც ამ ტენდერებს ატარებს უნდა ქონდეს ძალიან სერიოზული მოტივი რომ არ დაარღვიოს ეს ესე იგი იმას აძლევს ისეთ ხელფას ისეთი ბენეფიტები აქვს და ისეთი ესე იგი მიზეზები აქვს რომ კეთილსინდესიერად იმუშაოს აი როგორც მოსამართლე მაგალითად ხო თუ ადამიანი ღებულობს 400-500 $1000 წელიწადში მოსამართლეობაში მას ვერავითარი ტოლვილი ვერ იყიდის, გესმით? რომ არ გაყიდოს თავისი, ესე იგი, ძალაუფლება.
აი ესეთი პრინციპები არსებობს, ეს ახალი არაფერი არის და ეს პრინციპები მუშაობს, იმიტომ რომ ეს შეიძლება სუმთლიანად ესე იგი არ ამცირებს კორუფციას თუ ჩავთვლით რომ ესაა ქოლესტეროლი და შაქარი ესე იგი არა, სისხლში. მაგას ვერასდროს ვერ შეამცირებს. რასაკურველესა ბუნება ადამიანის, მაგრამ მინიმიზაცია შეიძლება აბსოლუტური მინიმიზაცია. ჩვენ ვსაუბრობთ ეხა იმაზე, რომ კანადაში არის თუ არა კორუფცია. კი, როგორ არ არის? კანადაში არის, რასაკურველია. შვეიცარიაშიც არის და თურქეთშიც არის და საქართველოშიც. ჩვენ აბსოლუტურად. ვსაუბრობთ იმაზე, პროცენტული მაჩვენებელი სიტყვაზე, საქართველოში თუ 10-დან პირობითად კორუფცია არის 7-8, კანადაში არის სიტყვაზე 2-3, მაგრამ მაგას ვერ მოხსოვ, ვერასდროს ვერ მოხსოვ. რასაკურველია, მე რო დავდივარ ქუჩებში და რო უყურებ მე მშენებელი არა ვარ, მაგრამ როგორ არემონტებენ გზებს, როგორ ესე იგი ასფალტი იგება, ხო? მე ვხედავ იმას, რასაც ბევრი ხალხი ვერ ხედავს, რომ კორუფცია არის. აი ისე როგორ აკეთებენ ესე იგი გზებს, მე ვხედავ, რომ აქ იპარავენ. იმიტომ რომ ეს ვიცი ძალიან კარგად, კი, რასაკურველია, აი როგორ აკეთებენ ამას, მე მესმის, რომ აქ არის კორუფცია, რასაკურველია. ვინ იღებს მეც თვითონ არ მონაწილეობდი და არაფერი არ გამიგია. ესეც სწორია. ხო, ძალიან საინტერესო ასპექტია პოლიცია, ესეც სახელმწიფოა, პოლიცია არის სახელმწიფო. აი, ეგ ცალკე თემაა, კი ბატონო, მოდი პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო. კი ბატონო, ბატონი გიორგი, ეხლა ვინ შემოგვიერთა, მინდა თქვა, რომ ჩვენი სტუმარი არის, ანუ მე ქართველმენი ვარ და ჩვენ გვაქვს ახლა პირდაპირ ეთერი პარალეგალ ბატონ გიორგი მარიამულთან. გიორგი მოღვაწეობს ტორონტოში, მე ვარ კანადაში, კალგარიში ოღონდ, აქაც დაუნთაუნში სუმშენებლობაა და ყველა მაგაზე საუბრობს, რომ კორუფცია. ჩვენი დღევანდელი თემა არის კანადა და იმიგრაცია და დაყოფილი გვაქვს რამოდენიმე თემად. ერთ-ერთი თემა იყო კორუფცია და უბრალოდ ესეთი ჩვენი დროშის საკმაოდ შეზღუდულები ვართ ახლა ვერ ჩავშლით რაღაც თემებს. ნათელი რო იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა საქართველოში არიან და აქეთ ჩამოდიან, კორუფცია აქ არის. ასევე როგორც ხაზს უსმევ, მსოფლიოში ნებისმიერ ქვეყანაში კორუფცია არსებობს. როგორც ადამიანს რაღაც პატარა ავადმყოფობები ეპარება და ჩვენ ცხოვრობთ ამით და აბსოლუტურად, მაგრამ ამ ავადმყოფობას ეფექტურად ებრძოლებიან აქ და კი ბატონო, წამლები და ასე შემდეგ. ჩვენ ვსაუბრობთ უბრალოდ, რომ აი ქუჩაშია კორუფცია, ზემო ეშელონებშია კორუფცია, მშენებლობაშია, მერიაში და ასე შემდეგ. კორუფცია კანადაში არის, მაგრამ თუ სხვა ქვეყნებში არის 50%-ზე მეტი, რავი, აქ ალბათ 30-25 ეს თუ კორუფცია არა, უფრო ნაკლები. კი ბატონო, ანუ ჩვენ აი მე ესეთ მაგალითს მოგიყვანთ. მე მუშაობდი დიდი ხანი, აი კვებეკთან მქონდა საქმე, არის ესეთი პროვინცია ფრანგული. სადაც მე მუშაობდი, ესე იგი, არის ესეთი სადაზღვევო კომპანია ცნობილი დეჟარდინი. აი კვებეკი ითვლება ძალიან კორუმპირებულ პროვინციად და იქ არის ესეთი ქალაქი ლავალ. და ქალაქის მონრეალთან ახლოსა, ხო, ძალიან პატარა ქალაქია. აი ესე იგი, ჩემ გამოცდილებიდან ტედრების სპეციალისტ მე ზუსტად ვიცი, რომ 10%-ის ფარგლებში ყოველთვის შეგიძლია შევაჭრო კომპანიას. 10% არ, აი მაგალითად, აი purchase order არის აი მილიონი, შეგიძლია დამიკელი 100,000 ან 50,000. 10% არ არის სენსიტიური, ხო? აი ის მერი, ლავალის მერი, ღებულობდა გრთამს 2%-ს კონტრაქტიდან. საკმაოდ დიდი თანხა. არა, დიდი თანხა არის, მაგრამ საკმაოდ პატარაა, რომ აი ვინმე მასკნას რა ქვია, აღნიშნოს. არქივის აბსოლუტურად და აკეთებდა ზუსტად იმიტომ, რომ 2% თითქოს არაფერია და მაგრამ აღმოაჩინეს, დაიწყო გამოძიება და მოკლედ დასაჯეს ლავალის მერი. იმიტომ რომ აქ არის მექანიზმები. აი მე მაგალითად როცა მუშაობდი მერიაში, ჩემ იმეილს კითხულობდა რამოდენიმე ადამიანი. მე არ შემეძლო გამომეყენებინა ჩემი პირადი იმეილი. და იმეილს როცა ვღებულობდი, კითხულობდა რამოდენიმე ადამიანი ერთად.
ესე იგი ანუ რაღაც გამჭვირთაობა არის მექანიზმები ძალიან არის რაღაც მექანიზმები, რომლებიც სერიოზული მექანიზმები. ჩინოვნიკებს აყენებს, ასე ვთქვათ, კუთხეში, დიახ, რომ დიახ, ხელს დიახ და ეს ვეღებდნენ. მექანიზმები ძალიან კაი. ძალიან ეფექტურად მუშაობს. ძალიან კაი. თქვენ პოლიცია ახსენეთ. აბა პოლიციაზეც და აი, ნუ, მესმისოს მერია და ის ცოტა სხვა თემაა და ცოტა ვეც დაბლა ჩამოვიდეთ და აი პოლიციაზე რო ვისაუბროთ აუშვათ. პოლიციაში რამდენად არის ეს ქრთამები? ნუ მე არაფერი არ ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციასთან მუშაობ მჭიდროდ, ესაა დაკავშირებული სამწუხაროდ ქართულ კრიმინალებთან, მე მიძახებენ როგორც თარჯიმანს. მაგრამ აი დაკითხვის დროსაც, სადაც მე ვარ და ვთარგმნი, აი ყველა პროცედურების დროს მე არ შემიტყვია არაფერი არაკანონიერი. აი კრიმინალს ეპყრობიან როგორც აი სრულყოფილ ადამიანს, ეუბნებიან ბატონო, ძალიან დიდი პატივისცემაა და ეს კრიმინალი არ გზნობს თავს, რომ აი არის ჩაშვებული ადამიანი და ან ეკუთვნის აი დაბალ კატეგორიას, ან აი ზიზღი უნდა იყოს იმის წინააღმდეგ. ეპყრობიან როგორც ნორმალურ ადამიანს აბსოლუტურად. ჩვენ ვართ ადამიანები. აბსოლუტურად. მე არ მქონია არც ერთი შემთხვევა არ მახსოვს, როცა აი მოსამართლეს სპეციალურად ყოფილიყო ესეთი მომენტები გამოძალვის ფულის, ან მე ვსაუბრობ ძალიან ბევრ ადვოკატებთან, პროკურორებთან, ეგეთი რაღაცა აქ არ არის აბსოლუტურად. აი მაგით არის მე რამდენადაც მე ვიცი და მე ვიცი ძალიან ბევრი ამ სისტემაზე, იმიტომ რომ მე მუშაობ ბევრი წლები სასამართლოებში, პოლიციასთან და პროკურატურასთან. აი ნახეთ, ჩემი აზრიც არის და ბევრი ჩემი მეგობრის, რომ თუ გინდა შექმნა ძლიერი სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ბევრი კრიტერიუმია, მაგრამ ერთ-ერთი არის ის, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო გჭირდება, ეგ ერთი და ასევე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პროკურატურა. აი ეს ორი რამ თუ დამოუკიდებელია და გარედან ინვესტორი იქნება თუ შიგნიდან ჩვეულებრივი ამორჩეველი გადასახადის გადამხდელი ხედავს, რომ ეს ორი ინსტიტუტი ძლიერია და დამოუკიდებელია, ფაქტურად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო შედგა. ნუ ეს არის ფუნდამენტი, მოდი ასე. მარტო ეს საკმარისი არ არის, მერე მიდის უკვე ხალხი რო ხედავს, რომ აქ ქრთამი არ არის და ადამიანს თავის სიმართლე სასამართლოში გააქვს, მაგაზე დიდი ბედნიერება რა არის, ხო? ნუ იმიტომ რომ პოლიცია არის სახელმწიფოსი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ძალიან დიდი მოთხოვნაა და მეც დარწმუნებული ვარ თქვენს გწერენ და მეც ძალიან ბევრი ეხა ძალიან ბევრ ადამიანს სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნიდან სურს წამოსვლა. და ერთ-ერთ ვარიანტს განიხილავენ ჩვენ ქვეყანას კანადას, იმიტომ რომ ამერიკაში კიდევ ერთი გიჟი არის ახლა პრეზიდენტი, ევროპაშიც ახლა მაინც და მაინც არ არის ისეთი ვითარება, რომ ხინი და ის იყოს, იქაც თავიანთი პრობლემები აქვს. და კანადა არის ცოტა ისეთი სახელმწიფო, რომელიც აი პოლიტიკაში და ჯერჯერობით სიბინძურეებში და სიბნელეებში გარეული არ არის. ნათელი წერტილია, მოდი ესე ვიტყვი, რა თავის პრობლემებით. კი, აქ უამრავი პრობლემაა ხა, მაგაზე არ ვისაუბრებთ ცალკე. მოდით აი დახმარებაზე ვისაუბროთ, უკვე გადავიდეთ იმ თემაზე, რომ აი ადამიანი ჩამოდის, ჩაბარდა ან არ ჩაბარდა, რა სახის დახმარებები არის კანადაში ჩვეულებრივი მომაკვდავი ადამიანებისთვის, მაგალითად, ჩემთვის, თქვენთვის, ჩვენი მეზობლებისთვის და ასე შემდეგ. სანამ დაიწყებთ რაღაცას, მე მინდა აღვნიშნო ერთი რაღაცა, რომ კანადაში თუ ლეგალურად ხარ და რაღაცა პერიოდი გაივლის, თუ ბავშვებით ხართ, აი ეს ცოტა ესეთი სენსიტიური თემაა და აუცილებლად ხაზი უნდა გააისვას ამას, გადასახადები მაღალია, საკმაოდ მაღალია მთელს კანადაში გადასახადები, მაგრამ ამ გადასახადებიდან რაღაც თანხა ოჯახებს უკან უბრუნდება. მაგალითად, ერთ-ერთი არის child benefits, რომელიც კანადაში თუ არსებობს ოჯახი, არ აქვს მნიშვნელობას რა პროვინციაში იცხოვრებს და ასე შემდეგ, child benefit-ი ერიცხება ყველა ოჯახს. ბავშვია დამოკიდებული ასაკზე და ოჯახის შემოსავალზე ეს თანხა, ხა ზუსტი თანხა ესეთი არ არის. დაახლოებით აი ესე თანხაში რო გადავიყვანოთ, $400-დან $500-მდეა ყოველთვიური შემოსავალი თითო ბავშვზე. რამდენი ბავშვი გყავს,
გამრავლებული იმ რაოდენობაზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ესეთი თვალსაჩინო მაგალითი და აი სხვა დახმარებებზეც რომ ერთი ორი სიტყვა ვთქვა ბატონო გიორგი, როგორ ეხმარება კანადა კანადელებს, ემიგრანტებს, ახალჩამოსულებს, რეფიუჯის და ასე შემდეგ. და არა მარტო ახალჩამოსულებს. ხო, ანუ ზოგადად ვამბობ კი ბატონო, აი რა დახმარება, იმიტომ რომ ხო, რო შედარება რო გაკეთდეს რა. ნუ მე ვილაპარაკებ ონტარიოზე, ტორონტოზე, სადაც მე ვცხოვრობ. სხვადასხვა პროვინციებში სხვადასხვა თანხებია, მაგრამ სისტემა ერთნაირია აბსოლუტურად. კი ბატონო. ესე იგი, აქ ადამიანი როცა ჩამოდის, მაგალითად ტოლვილი და როცა რეგისტრირდება როგორც ტოლვილი, ითხოვს თავშესაფერს, მას აქვს ესეთი ნომერი UCI, Unique Client Identifier. ეს არის მთავარი ნომერი კლიენტის. ესე იგი, ველფერი სინჯავს ჩაბარდა ადამიანი თუ არა და მიიღო თუ არა სახელმწიფომ ეს ადამიანი თუ მიიღო და განიხილება როგორც კანდიდატი, რომელსაც ეუდება სასამართლო, ეს სახელმწიფო ეხმარება მას ფინანსურად. ამიტომ მე ვიზახე, რომ ჯობია მეთქი ჩაბარება აეროპორტში, რომ დაფიქსირდეს თქვენი ეს UCI ნომერი და თქვენ გქონდეთ უფლება აიღოთ სოციალური დახმარება. ესე იგი, კანადაში ერთ ადამიანზე დღესდღეობით ეს სოციალური დახმარება არის $733 კანადური დოლარი. ამასთან ერთად თუ ადამიანი მაგალითად აქვს წყლული ან შაქარი ან რაღაც ესეთი დაავადებები, რასაც ჭირდება დიეტა, შეუძლია კიდე აიღოს სპეციალური დახმარება. ეს ხელი უნდა იყოს მოწერილი ექიმის მიერ, სადაც ამ $733 შეიძლება დაემატოს $200 და ეს უკვე $933. ერთ პიროვნებაზე გვაქვს ერთ პიროვნებაზე ვლაპარაკობ, მარტო ერთ პიროვნებაზე ვლაპარაკობ. შემდეგ რა შეიძლება გაკეთდეს? კიდე არის ერთჯერადი დახმარება აქ ტორონტოში $800, რომ ადამიანმა რომელიც ჩამოდის და ესე იგი პროსექსში ჩამოდის რა, ესე ფიგურატიულად რო ვთქვათ, სჭირდება მას საწოლი, ლოგინი, $800 ერთჯერად დახმარება. კიდე ზამთრის დროს უხდიან ესე იგი ზამთრის დასაწყლის ფულს, ეს $250. ხშირ შემთხვევებში თუ ადამიანი ვერ დადის ინგლისურზე, ასპონსორებენ მის ლეპტოპს. 200 ახლა ლეპტოპები ძალიან იაფია, შეუძლიათ გადაუხადონ ეს ლეპტოპის ფული, ჩეკი უნდა მოუტანო აუცილებლად და შეგიძლია ლეპტოპი იყიდო, რომ ინგლისურზე იარო. ინგლისურის გაკვეთილები არის უფასო. English as a second language. ესე იგი, ეს შეიძლება კანადის მასშტაბებით არ არის ძალიან დიდი ფული, მაგრამ ეს არის პატივისცემა ადამიანის მიერ, ადამიანის მიმართ, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია კანადაში, არავითარი ტაქსები არ გადაუხდია და არაფერი და ხანდახან სამწუხაროდ იმის მაგივრად რომ ადამიანი იყოს ესეთი მადლობელი და მადლიერის კიდე ჩადის ისეთ საქციელებს, რომელიც ძალიან არ გვიმატებს ჩვენ რეპუტაციას ქართველებს, კრიმინალებზე ვიძახი და უკრაინელების მიმართ მაგალითად რომლებიც ჩამოვიდნენ, ესე იგი აძლევდნენ ერთჯერად დახმარებას $3,000 და იყო სპეციალური პროგრამა, რომელთაც მათაც უხდიდა ესე იგი დახმარებას, ხო? კიდე რა არის, თუ ბავშვები როცა ჩამოყავთ, სწავლობენ ეს ბავშვები ჩვეულებრივ public school, სახელმწიფო სკოლაში უფასოდ. ესეც ძალიან დიდი ის არის, რა ქვია, შეღავათი, ხო? ხო, ადამიანი შეიძლება ველფერზეც არ იჯდეს და უბრალოდ იყოს უმუშევარი. მასაც აქვს უფლება, რომ აიღოს ველფერი. თუ მას არ გადაიხადა ტაქსები და ესე იგი არ უხდის სახელმწიფო ეგრეთ წოდებული insurance benefits, ხო? Job insurance benefits. ხო, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანმა იგზნოს, რომ ის მარტო არ არის. აი COVID-ის დროს ეს ძალიან საინტერესო ილუსტრაცია. მაშინ იყო პრემიერი ტრუდო, რომელსაც ძალიან აკრიტიკებენ, მაგრამ აი მის დროს, ესე იგი, ხალხი იძულებული იყო ძალიან ბევრი სახში ყოფილიყო და უხდიდნენ $2,000 თვეში. არაფერს არ აკეთებდა, უბრალოდ აი მოდის ეს თანხა. ესეც ძალიან სერიოზული მესიჯია და ბევრმა ხალხმა აიღო. COVID-ის დროს მე ვიცი, აქ ჩემი მეგობრები რაღაც ბიზნესები ქონდა და თუ სწორედ მახსოვს, შეიძლება ან იმან არ გადმომცა სწორედ, შეიძლება სწორედ გადმომცა.
თითო ბიზნესზე თუ ქონდა ადამიანს დარეგისტრირებული ბიზნესი, მცირე ბიზნესი, პირობითად ბარბერშოპი ქონდა ვიღაცას გახსნილი. ხო. მე როგორც ვიცი, ანუ წაკითხული არ მაქვს, მე ვიცი პირველი პირისგან $40,000 უხდიდა სახელმწიფო თუ ბიზნესი ქონდა. რაღაც პატარა ბარი ქონდა ბარბერშოპი რაღაცა და ზოგჯერ $60,000-საც კი. როგორც კომპენსაცია, იმიტომ რომ სახელმწიფომ თქვა, იქ არ გახვიდეთ, აქ არ გახვიდეთ. რესტორნები ხურება, ის იხურება და აი როგორც კომპენსაცია შენ გაძლევენ ამ თანხას. ან მაგალითად კიდე ძალიან საინტერესოა სასამართლო. როცა შენ მოდიხარ სასამართლოში, აი გზაზე რაღაცა დარღვევა გაქვს, ხო? ან წითელ შუქზე გაიარე, ან რაღაცა დარღვევა. აუცილებლად მე ვარ თარჯიმანი ამ სასამართლოებზე, აძლევენ ადამიანს დისკაუნტს იმ შტრაფთან შედარებით, იმ შტრაფიდან რომელიც გამოუწერეს, მარტო იმიტომ რომ მან დახარჯა დრო თავისი და აი სამუშაო დროს მოვიდა დაესწრო სასამართლოს და პატივისცა. ესეც არსებობს, ხო? ანუ პირობითად თუ რაღაცა ტიკეტი აქვს $100-იანი, კი, შეიძლება, აი მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, რომ არ ყოფილიყო ფასდაკლება, ხო? ესეთია კანადა და ძალიან არ სიამოვნებს, როცა ხალხი, რომელიც მეათედ ნაწილს არღებულობდნენ ამის საქართველოში, ჩამოდიან და აკრიტიკებენ ამ ქვეყანას კიდე. აი როგორი პირით აკრიტიკებს. კრიტიკის უფლება ყველას აქვს, ხა მაგაში. არა, რასაკვირველია, ნუ ეს არის ყველას თავისი აზრი აქვს, კი. არა, გასაგებია რომ ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ნუ მე არ ვეთანხმები ამ აზრს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ნუ ბრბილად რო ვთქვათ, არაობიექტური აზრი. კიდე ერთი დახმარება ფაქტიურად, რაც აი მინდა რომ გაიგოს იმ ადამიანებმა, ვინც საქართველოში არიან და ვისაც სურს კანადაში წამოსვლა, ან რაღაცას გეგმავს, უკვე ნაბიჯები აქვს გადადგმული, მედიცინას მინდა შევეხო. მედიცინა მით უმეტეს პირველადი დახმარება აქ უფასოა. ანუ აი ნებისმიერ აქ შიშია, ნუ მე ვსაუბრობ ალბერტას პროვინციაზე, იმიტომ რომ მე კალგარიში ვცხოვრობ, მე არ მაქვს წარმოდგენა ტორონტოში რა ხდება, ონტარიოში, მაგრამ ზოგადად კანადაში რომ მედიცინა უფასო არის, რა ხარისხია და როგორი არის, ეგ სხვა საკითხია. სადღაცას კარგია, სადღაცას მოიკოჭლებს, მაგრამ მედიცინა კანადაში უფასოა. ნამდვილად ესეა. კი ბატონო. ჩვენ გვაქვს ალბერტა ჰელს კარტები, ანუ მეც, ჩემ მეუღლესაც, ჩემ ბავშვებსაც, ყავს ჩვენი ოჯახის ექიმი, კი ეხა ცოტა არ უყართ ხოლმე რაღაც მიმართულებების მიცემა, ეხა პირადად რაღაც ეგ არის ზოგადი ექიმი, ხო? მიდიხარ რაღაც ეს მაწუხებს, იქნება მომცეთ რაღაც დანიშნულება, ნუტრიციოლოგი მინდა ვნახო სიტყვაზე. და მერე მიდის, აბა რატო გინდა ნახვა, მოდი აბრუჩერ ეს მალა მომოსინჯე, ეს წამალი ნახე, ვიტამინი ეს დალიე. მაგრამ მაინც აქ იმის შიში ადამიანს მე ეხა ხაზი მინდა გავუსვა მედიცინას, ვინც აქ ჩამოდის, იმის შიში არავის არ უნდა კონდეს, რომ უიმე ავა თუ გავხდები, ფული არ მაქვს და რაღაცა. მაგის პრობლემა აქ არ არის. მე წინა სამსახურში მეცაც გეტყვით, ერთი ბიჭი იყო ტომასი, ამერიკის მოქალაქე იყო. ამერიკიდან იყო ჩვენთან გადმოსული სამსახურში. ეხა შესვენებაზე ვკითხე, მე ვთქვი, ტომას, why Canada? რატო ხარ აქ და ეხა ამერიკაში რატო არ ხარო? დიაბეტი ქონდა, ანუ შაქარი. და აქო თავიდან ბოლომდე უფასო არის მკურნალობაო. თავიდან ბოლომდე წარმოგიდგენიათ? აი, წარმოგიდგენია კი არა, ვიცი მე ეს ძალიან კარგი. ადამიანი ცხოვრობს დიაბეტით, ანუ ესე იგი პრობლემა აქვს ცხოვრებაში რა, უჭირს. ამერიკაშიო ეს მე იმდენი დამიჯდება, რომ მოვკვდებიო. ანუ ფიზიკურად რომ თანხები არ მქონდეს მწამლების და მკურნალობისო, მოვკვდებიო. აქ უფასო მაქვს. წარმოგიდგენია, თავიდან ბოლომდე უფასო. რაღაცა მოგივიდეს, ნუ ყველას ახლა გვაცილოს რაღაცა ხელი მოგწყდეს, მუცელი აქტივდეს. მე ბევრჯერ ვარ ნაყოფი, $0. $0. ალბერტის სახელმწიფო წამლებზე კი. ახლა წამლებზე მე ჩემი დაზღვევა მაქვს ალკე, კბილებზე არ ეხება, ანუ იმას რა ქვია. კბილებზეც ეხება, მინდა გითხრათ. ოღონდ სპეციალური პროგრამა, აი მე QA-ით ვარ ჩამოსული. წეღა რო ახსენეთ უკრაინის პროგრამა. კანადამ უკრაინელებს სპეციალური ბენეფიტებიც გამოუყო მაგაზე. ანუ სპეციალური ბენეფიტები ქონდა, ჩვენ ქონდა სტომატოლოგია, რაღაც გარკვეული რაღაცეები უფასო.
აქაც ეგრეა, დიახ. ო, აქაც ახლა ეგრეა აბსოლუტურად. ძალიან ისეთი თემაა რა ეს ნუ სტომატოლოგია. აქ არსებობს ქსელი, ეგრეთ წოდებული ოჯახის ექიმების family doctors. კი, თქვენ თუ გინდათ მიხვიდეთ თვალის ექიმთან, ან კუჭის ექიმთან, ან ფსიქიატრთან, უნდა კი, მიხვიდეთ ჯერ ესე იგი ოჯახის ექიმთან, რომელიც მოგცემთ მიმართვას. აუცილებლად კი. ამას უძახიან referral სხვა ექიმთან. კი ბატონო, თუ ზუსტად ეგრეა. მაგალითად არის ადამიანი, რომელსაც არ აყავს ოჯახის ექიმი, არსებობს ეს ინსტიტუტი walking clinics, ესეთი კი, პოლიკლინიკები უფასო, რომელიც ესე იგი გვიან ღამემდე მუშაობენ, იქ შეგიძლია მიხვიდე და ნუ ისეთი ეფექტურები არ არიან როგორც ესე იგი ოჯახის ექიმები, მაგრამ იქაც დაგეხმარებიან აუცილებლად. კი, ეს კი, არსებობს, კი. ეგ პრაქტიკა მიღებულია, walking დე clinics ხო არის, დე იქაც Health Alberta, იქაც მუშაობს. ანუ ეგ აბსოლუტურად ხო ისი არ არის რომ თუ ოჯახის ექიმის გარეშე მიხვალ იმასთან იქ შენ უნდა გადაიხადო. არ არის. ნუ აი ეს არის ფული, რომელსაც არ იპარავს სახელმწიფო სხვა სახელმწიფოებთან განსხვავებით, სად მიდის ფული? აი ზუსტად ეს ფული, აი მიდის აი იმ ბინებში და სახლებში, სადაც პოულობენ მერე 7 მილიონს და როლექსის საათებს, ხო? და მძიმე ვიცით თემაა, ეხლა რასაც ხო, ეს არის მძიმე თემა, მაგრამ აი ეს ფული არ მოპარული ფულის ხარჯზე ცხოვრობს ეს ხალხი, რომელსაც ჩვენ ვიხდით სულ ყველა დიახ. ეხლა ჩვენთან ზოგადად კანადაზე ხარ მაქვს საუბარი, ალბერტაზე მაქვს საუბარი, ჩვენი პრემიერი ვინც არის დენიელ სმით. რაღაცა მოვკარი, რაღაც შეიძლება ჭორების დონე არის, ჩემო მეუღლეს მითხრა რომ მანაც წაიკითხა სადღაცას. ემიგრანტებიო ზოგადადო ძალიან დიდი მათ აწევსო სახელმწიფოსო კანადისო და სიმართლე თქვა ეგ ეგრეა კი. ვისაც permanent resident-ი არ აქვსო და ვისაც პასპორტი კანადური არ აქვსო, მაგალითად ეს იქნება სტუდენტები, ვისაც open work permit-ი აქვს, ვისაც დახურული work permit-ი აქვს, იმათ მოუხსნათო, ისო რა ქვია, უფასო მედიცინაო. აი ესეთი რაღაცა გააჟღერა, რამდენადაც თქვენ რას ფიქრობთ? სწორი არის ეგ? მე ვფიქრობ, ეს არ არის სწორი აბსოლუტურად, ეს არის ძალიან დიდი დისკრიმინაცია. უკვე პეტიცია შეიქმნა. იმიტომ ვისაც სჭირდება ეს დახმარება პირველ რიგში, ეს დაუცველ ფენას, რომლებიც არიან ემიგრანტები. ემიგრანტები, რა თქმა უნდა. ეს არის დისკრიმინაცია და ეს აგრძელებს აი ტრამპის პოლიტიკას. ტრამპმა მისცა ეს გააჟღერა გუშინ ვიყავი შეხვედრაზე არის ესეთი ილია იაშენ, ერთ-ერთი ოპოზიციონერი რუსეთის. აქ ჩამოვიდა შეხვდა ემიგრანტებს და ტრამპმა უნდა შეასრულოს სადღაცა მილიონი ადამიანი უნდა გააგდოს ქვეყნიდან. აი რატო არის ესეთი რეიდები? იმიტომ რომ შეასრულოს თავისი დაპირება, ესეთია მისი დაპირებების ფასი, რომ აი მე ვარ სიტყვის კაცი, უნდა გააგდოს ქვეყნიდან. და მათ შორის აგდებენ რუს, ესე იგი, კრიტიკულად განწყობილ ხალხს და აგდავნიან თვითონ ისევ აგდებენ რუსეთში. მე სიკვდილია მაგათვის. ეს არის სიკვდილი და ახლა იაშინი, ნავალნის ცოლი, კიდე არის თი კარამურზა, ხდებიან კანადის პრემიერ-მინისტრს, რომ ეს ემიგრანტები კანადამ აიღოს თავის თავზე და აქ როგორმე დაეხმარონ. აი ესეთი რაღაცები ხდება, ეს არ არის სწორი, მე ვფიქრობ ეს არ გავა, იმიტომ რომ ახალი ემიგრანტები მალე გახდებიან ნორმალური კანადელები, მათი შვილები არ იქნებიან პირველ თაობაში კანადელები და ეს არ არის ზუსტად მათ ჭირდებათ დახმარება. მაგრამ მეორე მხრივ, რასაკვირველია, ეს არ ამართლებს აი კრიმინალს, რომელიც არის ძირითადად ემიგრანტების შორის, აი ძალიან დიდი პროცენტი. ეგრეა. სამწუხაროდ ეგრეა, კი. და კიდე აქ ჩვენთან ალბერტაში ახლა ცოტა ისეთი თემები არის, განსაკუთრებით მენავთობეები ყვირიან ამას. ახლა ხო იცით ალბერტა რას წარმოადგენს? ალბერტა არის გაზი, ნავთობი, ტყე, გადამუშავება, ალმასები და ასე შემდეგ. აქ ძალიან ვისაც ალბერტაში ზოგადად აპირებთ აქეთ ჩამოსვლას, რომ იცოდეთ, აქ არის ესეთი მძიმე სამუშაოები, საკმაოდ მაღალანაზღაურებადიანი დიდი თანხები არის ამ ნავთობში, გაზში, მაგრამ სამუშაო ძალიან მძიმე არის. ჩვენმა პრემიერმა, ალბერტის პრემიერმა, თქვენ ეს გეცოდინებათ, უკვე თემები შეაგდო, რომ ალბერტა ცალკე რესპუბლიკად უნდა რომ რეფერენდუმი გააკეთოს. ალბერტის გამოყოფა უნდა კანადიდან.
წარმოგიდგენია? როგორც კვებექს უნდა თავის. როგორც რამოდენიმე 10 წლეულის წინ უნდა კვებექს გამოყოფა და დამოუკიდებელი სახელმწიფო ყოფილიყო და თითქმის 50-50-ზე იყო თუ არ ვცდები ადგილობრივიდან ვიცი რომ ანუ ის რა პეტიცია კი არა რა ქვია მაგას რეფერენდუმი რო ჩატარდა 40%-ზე მაღალი იყო მომხრეები ანუ გამოდის რომ თითქმის ყოველი მეორე ადამიანი მომხრე იყო რომ კვებეკი დამოუკიდებელი ყოფილიყო აქაც ჯერ რეფერენდუმი არ ჩატარებულა მაგრამ ეგ საუბრები უკვე დაიწყო აქ რომ აი ალბერტა გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო კანადაზე ეგ ძალიან ცუდად იმოქმედებს იმიტომ რომ მე ვფიქრობ არ გავა ეგ აბსოლუტურად არ უნდა გავიდეს რა თქმა უნდა რა სისულელია უყურეთ რა შესაქმე ძალიან დიდი როგორ შეიძლება ანუ კანადა დაშალო ესე საქმე რაშია საქმე იმაშია რომ სამწუხაროდ ადამიანის ხმა აი პროფესორის აკადემიკოსის ნასწავლი ადამიანის ხმა რომელსაც ხუთი განათლება აქვს აი ბომჟის ხმა რომელიც არაფერს არ აკეთებს და აი პარაზიტებით ცხოვრობს და იპარავს და ხანც იმისი ხმა და აი ჩემი და ესეთი განათლებული ადამიანის ხმა ერთნაირია ხო და სამწუხაროდ უმეტესობა ხალხის არიან ისეთი ხალხი რომელიც ექვემდებარება პოპულიზმს ექვემდებარება მათზე მოქმედობს ძალიან კარგად პროპაგანდა გესმით აი როგორც რუსეთში მაგალითად და რასაც ცდილობს იმედის საშუალებით გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა მაგრამ ქართველებზე რამდენადაც ვიცი მაგითი მონიპულირება უფრო ძნელია და ძნელია ძალიან არ მუშაობს მათი იდეოლოგია ხო მაგრამ აი ამერიკაში აი ტრამპის დაპირებებმა იმუშავა ძალიან კარგად და აირჩიეს ეს ადამიანი და აი უყურებთ აი რა მოხდა ეს აირჩია ხალხმა რომელიც არის ნაკლებად განათლებული პოპულისტები რომელთაც უყვართ ესეთი ინდური ფილმები ის მეტაფორა აი სადაც ძალიან ესეთი სიუჟეტია ძალიან პრიმიტიული არის კარგი ხალხი, ცუდი ხალხი, ჩვენ ვართ კარგი ხალხი, უნდა ავაყენოთ ესე იგი ამერიკა მუხლებიდან. ამას იძახდა გიტლერიც, მაგალითად, იგივე იყო აბსოლუტურად მუხლებიდან უნდა ავაყენოთ. რუსეთიც იგივე, არაფერი ახალი არ არის აბსოლუტურად და ჩვენ ვიქნებით მაგრები. მაგრამ უნდა ვიპოვოთ მტრები. მტრები არიან ემიგრანტები. ამ მტერი თუ არ ყავს მაშინ რა სათქმელი ხო რა საკურველია კი აბსოლუტურად ეხლა მტერი არის BBC მაგალითად საქართველოსთვის ხო და საქართველოსთვის უკვე იმდენი მტერი იყო რაღაც პომის პარტია ყავდა მტერი მე კი გასაგებ არა მტერი აკეთებს კონსოლიდაციას აკეთებს იმის ანახებს ხალხს ხო კი ბატონო მე ისე ზოგადად აქ ბევრი ვფიქრობ და რა არის ცია მე ხო მაქვს ახლა მე ხო მუშაობ კომპანიაში ჩემებს რო ვეკითხები გაყოფილი აქვს რა აზრი რა იმიტომ რომ ეს პრემიერი რასაც ამბობს ამ კონკრეტულად ალბერტი შტატ აი თუ ჩვენ ცალკე ვიქნებით დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩვენ გავმდიდრდებით ჩვენ დიდი ფული მიდის ონტარიოში ოტავაში დიდი ფული მიდის კვებეკში კვებეკი არაფერს არ აკეთებს ჩვენთვის ჩვენ აქ მუშაობთ ხო იცი ჩვენ რას გვეძახიან ამ ალბერტელებს ხო მთელი კანადა ასე წითელკისრიანებს rednecks ხო რომ ფერმაში რომ ზეზი არიან და სულ ანუ მუშა ის არის რა პროლეტარიატი აქვს ჭალებში რა თქვა ანუ ძალიან შრომელი და ისეთი ხალხი აი ხელით მუშაობა ვისაც უყვარს აქედანაც ვიტყვი რომ ყველაზე საუკეთესო პროვინცია ალბათ ანუ მე აქედან ვამბობ ну ნებისმიერი ჩვენს წინა გადაცემებშიც თქვენ აღნიშნა და ძალიან მომეწონა ეგ სიტყვა ნებისმიერი შრომა რაც აი პირდაპირ ფიზიკურ შრომასთან არის დაკავშირებული საქართველოში კარგად კონვერტირებადი არის კანადაში თუ შეგიძლია ჩაქუჩის ხმარება საქართველოში კანადაშიც იმ ჩაქუჩს იგივენაირად იხმარ უბრალოდ ანაზღაურება სამჯერ მეტი გექნება შესაბამისად გასავალიც ორჯერ მეტი გექნება მაგრამ მაინც უკეთესია რო აქ იყო თუ შეგიძლია რაღაცა ხელით მუშაობა ალბერტაში everyone is welcome ნამდვილად ეგრეა 3 წელი აქვს ცხოვრობ თუ ხარ კაი მექანიკ რაღაცა დურგალი რაღაცების გაკეთება შეგიძლია კაფელის დაგება შეგიძლია ძღოლი ხარ ტრაილერს ხო აქ სამსახურს იშოვი ეხლა კრიზისია მოდის სიმართლე ვთქვათ
ეხა ცოტა ჭირს, ანუ მით უმეტეს არაკვალიფიციური სამსახურები, მაგრამ როგორც კი ადამიანი რაღაც კვალიფიკაციას გაივლის, ლიცენზიას აიღებს და კალაპოტში ჩაჯდება, ანაზღაურება საკმაოდ მაღალი აქვს. განსაკუთრებით ალბერტაში. არაკვალიფიციურ სამსახურებზე, რა თქმა უნდა, კონკურენცია დიდია. იმიტომ რომ ხა ინგლისური ჩვენი ენა არ არის. It's not our mother tongue. ჩვენ ნასწავლი გვაქვს ინგლისური, ეგეც ასე ვთქვათ ბარიერი არის. ინდუსი რო ჩამოდის და ჩინელი რო ჩამოდის, ну, განსაკუთრებით ინდოელზე, ინგლისური მაგათი native speaker-ები არიან. უკვე ერთი საფეხურით შენზე მაღლა არიან. აი, არა, ყველაფერი რო გადადო, უკვე ის შენზე მეტი იცის რაღაცეები. ხო, მე ყველას რო უბნევი, აი ხარ კონსულტაციებზეც რჩევებს ხომ ეკითხებიან. პირველი რავი, თქვენც თუ რამე სიტყვით აქვს, მე ვამბობ, რომ ყველაფერი უნდა გადადონ და ენას უნდა ჩაუჭნენ. ენა და აი ფულზე იყო თავიდან ლაპარაკი, ჩამოიტანეთ რაც შეიძლება ბევრი რესურსები ფინანსური. აუცილებლად და აქ ძალიან ჩქარა ილევა ეს ფული და ილევა იმიტომ რომ უცოდნობის გამო, რომ ადამიანმა არ იცის როგორი სწორი გადაწყვეტილება და უცოდნობის ფასი არის ძალიან ბევრი ფულის დახარჯვა და აი ზუსტად მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ინტერვიუები, კონსულტაციები ზუსტად იმისთვის არის, რომ მაგას ემსახურება, რომ არ გააკეთოთ არასწორი გადაწყვეტილებები. ჩემი ზუსტად ეგ არის, მეც მაგას ვამბობ, ეს ყველაფერი დავიწყე, იმიტომ რომ აი ხა ძალიან მარტივ მაგალითად ისა განათლება. განათლება, მაგრამ ნახეთ, მე რაც კი, ანუ სწორია განათლება, მე რაც ვიცი ეხლა, აი 3 წელზე მეტი აქვს ხოლმე. რაც ეხლა ცოდნა მაქვს და გამოცდილება, მე რომ ეს მცოდნო და სანამ აქ ჩამოვიდოდი, აი ეს ინფორმაცია მე რომ თავში მქონოდა, მე გაცილებით წინ ვიქნებოდი, მე ბევრი შეცდომა დავუშვი. იმ ადამიანების საყურადღებოდ ვამბობ, ვინც აი, ნუ ჩემთან კონსულტაციაზე ჩაწერილები არიან, ვინც აპირებენ ჩამოსვლას, ნუ აიღებთ კონსულტაციას, უბრალოდ მოგვისმინეთ ხოლმე რაღაცებში. მეტი ვიცით. მეც რაღაცები მეტი ვიცი უკვე, შესაბამისად თქვენ უკვე 25 წელი ეკეთ მსახურობ, თქვენ ხო იცი და იცით. ეხლა რატო უნდა ჩამოიტანო სიტყვაზე, ეხლა ეგრე ყველა იტყვის, აი ბევრი ფული ჩამოიტანო. რატო და აქ სისტემა ცოტა სხვანაირია, ყველაფერი აგებული არის საკრედიტო ისტორიაზე. რო ჩამოდის ახალი ჩამოსული, საკრედიტო ისტორია არ გააჩნია. შესაბამისად გაუჭირდება ნებისმიერი ბინის აღებაც კი გაუჭირდება. შეიძლება 6 თვის წინასწარ მოსთხოვონ. თუ არ გიცნობო რა, ხვალ შეიძლება უკან გაიქცევ, მე კიდე დამჩეს ეს ბინაო რა. საკრედიტო ისტორიის გარეშე მანქანის გამოყვანას გაგიჭირდება. შეიძლება გამოიყვანოთ, მაგრამ 4%-ის ნაცვლად წლიური შეიძლება 9%-ში აიღო, 12%-ში აიღო. ფული ვინც აპირებს აქ ხო, კიდე ერთი საქართველოში ნებისმიერი ბინა რო ქირავ, არ აქვს მნიშვნელობა. თითქმის 9 შემთხვევაში 10-დან ავეჯი არის ბინაში. საწოლი იქნება, თეფშები იქნება, ჩაიდანი იქნება, ტელევიზორი, ანუ ჩვენ ვიცით, შევეჩვიეთ ამ კომფორტს, რომ სარეცხი მანქანა ყველაფერი არის, შენ შედიხარ, პირველი და მეორე ბოლო თვისას უხდი, ესე ხდება საქართველოში. აქ ეგრე არ არის, აქ რო ბინაში შედიხარ, ბინა იქნება ცარიელი. საწოლი ერთადერთი იქნება აწყობილი სამზარეულო. იქ გექნებათ მაცივარი, გექნებათ ელექტროღუმელი, მიკროვეივ, ის გექნებათ, რა ქვია, გამოცხელებელი და გექნებათ ჭურჭლის სარეცხი მანქანა. ხშირ შემთხვევაში სარეცხი მანქანაც არ იქნება, რომელიც დაშიარებულია და ბეისმენტში იქნება. და მაგაში ცალკე ფულის გადახდა მოგიწევთ თითო რიცხვში. წარმოიდგინეთ, ახლა 3 თვის გადაიხადეთ, ჩამოხვედით აქ 3 თვის, ნუ რავი, პირობითად ავიღოთ $1,500 ყო ერთი თვის. ხო, ესე იგი ეგ უკვე $4,500. თქვენ უნდა იყიდოთ საწოლი, მატრასები, ჭურჭელი, აი ტელევიზორი, ყველაფერი საყიდელი გაქვთ აქ. ასე რომ აი მაგ სიტყვებს მოყვება, რაც შეიძლება მეტი წამოიღეთ. მანქანა გჭირდებათ, კანადა დიდია, მანქანის გარეშე აქ ძალიან გაგიჭირდებათ რა. წინასწარ შენატანს მოგთხოვენ მანქანაზე, თუ ღირს სიტყვაზე $15,000 შეიძლება გითხრან 5,000 შემოიტანე, 10 მოგცემთ. და ნელ-ნელა ეს საკრედიტო ისტორიას ააწყობთ. მაქსიმალურად თანხა უნდა გქონდეთ ბევრი, რა ჩემი რჩევაც ეგ არის, თუ მაქსიმალურად.
იმიტომ რომ აქთან საქართველოსთან შედარებით რაღაცები სიძვირია და როგორც უკვე ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, ფული იხარჯება. ძალიან სწრაფად იხარჯება. აქ რო არ იმუშაო, ნუ ვერ გაწევთ რა. საკმაოდ სიძვირეებთან არის დაკავშირებული ყველაფერი რა. რამეს ხო არ აბსოლუტურად. დაამატებ. რამეს შეცდომაში ხო არ შემოყვანს? არა, არავით არის შეცდომები. ნუ უნდა დახარჯოთ ძალიან ბევრი დრო, რომ გაიგოთ რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია იმ ქვეყანაზე, სადაც მოდიხართ. როგორც მე აღნიშნე ჩემი გადმოსახედიდან, ეს არის ძალიან კარგი ქვეყანა. არ არის იდეალური, აქ არის ნიუანსები, თავისი სიზნელეები და აქ კორუფციაც არის და ნუ ისეთი რაღაცები, რაც ახასიათებს ყველა ქვეყანას, მაგრამ აქ არის ეფექტური ბრძოლა ამასთან. ეს არის ეფექტური სისტემა, ინსტიტუტები მუშაობენ ძალიან კარგად და ნუ სხვა ქვეყნების შედარებით მართლა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესიული ქვეყანა. თავისი მინუსებით და თავისი ნიუანსებით. აი ხა ნახეთ ბატონო გიორგი, წეღან რო აღნიშნეთ, ჩვენ თემას არ ეხება, მაგრამ მაინც უნდა თქვა, წეღან აი თქვენ ველფერზე აღნიშნეთ იმაზე, რა ქვია, სოციალურ დახმარებაზე და აეროპორტზე. აი აქ მოიწერა ქალბატონმა ერთი კითხვა მაქვს, აეროპორტში რო არ ჩავბარდე და გახვიდე, მეორე დღეს ჩაბარდე, რა არ გიბარებენ? ანუ ეს გიბარებენ, აეროპორტში არა, უნდა ჩაბარდეთ, მაშინ ადვოკატის საშუალებით. და ეს არის უფრო რთული პროცესი, ეს ამას უნდა უფრო ბევრი დრო. და რაც უფრო ბევრი დრო იქნებით, აი ესე იგი თქვენ ნაკლებად აიღებთ იმას, რა ქვია, დახმარებას, ხო? და ნაკლებად იქნება აწყობილი თქვენი ცხოვრება. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებული თქვენი სამუშაუფლება, თქვენი ბანკის ანგარიში, თქვენი ველფერი და აი რაც უფრო ჩქარად დაიწყებთ დადგებით ლიანდაგებზე, მით უფრო კარგია თქვენთვის. მეორე დღეს ვერ წახვალთ აეროპორტში ჩასაბარებლად, უნდა დაუკავშირდეთ ადვოკატს და ადვოკატთან არის რიგი, თარჯიმანთანაც არის რიგი, პარალეგალთანაც არის რიგი, ესე არ არის რომ პარალეგალი და ადვოკატი აი გიცდით, აი როცა როდის მოხვალთ თქვენ. ეგრე არა, აქ არის რიგები და იქ აეროპორტში ეს ხდება სწრაფად უფრო. ამიტომ მე ვურჩევ რომ აეროპორტში ჩაბარდნენ ხალხი, რომ ეს თქვენ სასარგებლოდ არის, რომ მალე აწყოთ ცხოვრება, მალე დაგერიცხოს თქვენ ისა რა ქვია, ეს ველფერი, მალე გქონდეთ ესე იგი დაფინანსება სამედიცინო და ბევრი რაღაცები. ძალიან დიდი მადლობა. მე ეს ბევრჯერ გავიგე, ჩვენ ახლა ესეთი მსგავსი შეკითხვა არაერთხელ ქონდა იმაში, რა ქვია, ერთერების დროს თქვენც არაერთხელ გითქვათ ამაზე, უბრალოდ მე რო კომპეტენცია არ მაქვს და ცოდნა არ მაქვს, მე ვერიდები ხოლმე ესეთ რაღაცებზე პასუხის გაცემას, იმიტომ რომ ვერ ავიღებ ჩემ თავზე. მეც ბევრჯერ გამიგია თქვენგან და ეხლა კიდე ერთხელ ვიმეორებ, ვისაც ეგ შეკითხვა გაქვთ, აეროპორტში ჯობია ჩაბარება თუ მერე, აი კიდე ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა პარალეგალმა, რატო? ანუ უბრალოდ არ შემოიფაგრა კი და არა. აგიხსნათ რატო? თქვენთვის უკეთესია. და ის ამასთან არის დაკავშირებული, აი პასპორტის დახევა და არ დახევა. თუ თქვენ ჩამოდიხართ აი პასპორტით, რომელიც დახეულია, იმიტომ რომ ესეთი ბრძნული გადაწყვეტილება მოგცეს აი რეკომენდაცია ხალხმა, რომლებიც იმალებიან, რომელსაც უხდით ფულს და აი მაინც გიფუჭებენ საქმეს, ეს ცუდია, იმიტომ რომ აი ამ იმას რა ქვია, ელექტრონულ გადაღებულ სურათს ეგენი არ ღებულობენ გესმით. ეს ნაციონალური national ID card ეს არ არის სრულყოფილი ბარათი. ამიტომ ესე იგი ჩამოიტანეთ პასპორტი და ჩააბარეთ სახელმწიფოს აქ მესაზღვრეებს რომ მოგცემთ თქვენ სრულყოფილი ესე იგი ტოლვილის დოკუმენტები, რომელიც გაგიადვილებთ და დაგიჩქარებთ აქ ცხოვრების აწყობას. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, კიდე ერთი შესანიშნავი ეთერისთვის. ჩვენი დრო იწურება, რამეს, ანუ მე შევახსენებ ყველას, რომ ჩვენი სტუმარი იყო. პრინციპში სტუმრად უკვე აღარ მოგიხსენიათ რა. უკვე ერთობლივი პარტნიორობა გვაქვს რა. უკვე რამოდენმა ადამიანმა თქვენი სერვისით ისარგებლა, ვინც ანუ ჩვენი პლატფორმით გაიგო თქვენ შესახებ. ძალიან მიხარია, რომ ამდენ ქართველს ეხმარებით რა. მეგობრებო, თუ რამე შეკითხვა გაქვთ, რაც იურიდიულ საკითხთან არის დაკავშირებული, მაგალითად ამერიკიდან როგორ გადმოვიდე, ამერიკაში საქმე
მე მაქვს დაწყებული და შეიძლება თუ არა კანადაში ჩაბარება, ევროპიდან როგორ მოხდე კანადაში. ესეთი საკითხები თუ გინდათ მომწერეთ, მაგრამ მე უნდა გადა მესამართება გავაკეთო ბატონ გიორგისთან. ბატონო გიორგი, ჩვენი დრო იწურება, მეც დაკავებული კაცი ვარ უკვე, მეც კონსულტაციები მაქვს უკვე, 9 საათში მეწდება კონსულტაცია. რამეს ხო არ დაამატებით? არაფერი, მინდა გავიმეორო, რომ ეს არის კანადა არის კარგი არჩევანი, ეს არის ძალიან კარგი ქვეყანა. არც თქვენ, არც მე არსად არ ვიმალები, ჩემი პოვნა შეიძლება Facebook-შიც, Instagram-შიც, WhatsApp-შიც, ყველგან აბსოლუტურად და მომწერეთ ხოლმე და ესე იგი როგორც მექნება საშუალება, მე გიპასუხებთ. შეიძლება იმ წუთასვე არ გადმოგირეკოთ, მაგრამ მე ყოველთვის პასუხობ ხალხს. დროის დეფიციტია, კანადაში არის დროის დეფიციტი. ყველას თავის საქმე აქვს და რაც უფრო დაკავებული ხარ, მით უფრო დეფიციტის გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ყველას, მადლობა თქვენ, აბა დროებით და ტრადიციას არ დავარღვევ და ორ კვირაში კიდევ ერთხელ შევხვდებით საინტერესო თემებით. ერთ ადამიანსაც რო დავეხმაროთ ჩვენი ეთერი, აი თუნდაც ეს უკვე ამართლებს ამ პროექტს. რა თქმა უნდა. მადლობა თქვენი დროისთვის, ყველას დიდი მადლობა, გემშვიდობებით. აბა კარგად. ნახვამდის.